სადაც არის დიდი რწმენა ხალხში, საზოგადოებაში, მთლიანობაში, მაგრამ აუცილებელი იყო და საჭირო იყო, რომ დაფუძნებული იყო, დამკვიდრებული იყო ჭეშმარიტი ეკლესია სასულიერო პირების მიერ. და მადლობა ღმერთმა მოიგო დიდი წყალობა, რომ დღეს მე შეიძლება აი სიტყვებიც არ მეყოს ამის გამოთქმისა, არ მიგრძნი ეხლა ასეთი მადლი და სიხარული და სიმშვიდე, როგორც ამ ტაძარში უგრძნო ხოლმე, როდესაც მე აქ მოვდივარ და ვწირავ. და მადლობა ღმერთს აი ამ დღეს, როდესაც აღსრულდა ის ჩემი სურვილი, ნება რომ თელ ზემო სვანეთს დაედგა თავი. რამე თუ უშგული არის თავი თელი ზემო სვანეთისა. და დღეს მე მინდა წარგიდგინოთ თქვენ აი სადაც სასულიერო პირი ბერი მონაზონი, რომელიც თქვენ მოგემსახურებათ, მომავალში იქნება თქვენი სულიერად მამაც, ძმაც, მეგობარიც, გვერდში მდგომის და ასევე ანალოგიურად მე ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი, რომ მთელი უშგული გვერდში დაუდგება მამაოს და თქვენთან ერთად აი გაიტანს იმ ხნუს ყამირი, რომ იტყვიან აი იმ ყამირს გაიტანს და დახნავს იმ სულიერ ადგილს, რომელიც აუცილებელი არის დღეს თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის. ჩვენ კარგად ვიცით ისტორია, რომ დიდი პიროვნებები ყოლია სვანეთს და უშგულს. მე განსაკუთრებულად დიდი პატივისცემით ავარ გამსჭვალული, როცა ვკითხულობ ბესარიო ნიჟარაძის ცხოვრებას და წესს. როგორი პიროვნება იყო ის? ის იყო სასულიერო პირი, დეკანოზი იყო თავისი ცხოვრებით. სასულიერო პირი იყო, შემდეგ მოხდა, რომ იგი მეცნიერულ ცხოვრებას დაუბრუნდა, ისეთი რთული პერიოდები იყო გვახსოვს ჩვენ ეს, როცა ილია ჭავჭავაძეს ძალიან ახლოს ურთიერთობა ჰქონდა, უთხრა ბესარიონს წადი შენო და შენ კუთხე, შენ სვანეთს ემსახურებ. წამოვიდა ის კაცი და აქ იმსახურა და აქ მოიპოვა სამარადისო სასופველი და აქ დასაფლავდა და აი მის საფლავზე პანაშვიდები გადაიხდება. იქნება ნათლობები, იქნება ჯვრისწერები, ხოლო თქვენზე ჩემი თხოვნა იქნება, თქვენზე არის ბევრი რამ დამოკიდებული. მე ხშირად გესტუმრებით, ასე თუ ისე უკვე ვალდებულიც ვიქნები, რომ აქ რომ სასულიერო პირი იქნება, მე ხშირად მოვიდე, წირვალოც ვაღავლინო ყველა ტაძარში, რომელიც კი არის სოფელ უშგულში. გაგახაროთ, დაგლოცოთ, დღეს აგრეთვე მინდა მოგილოცოთ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულია და ჩვენ სწორედ მამარიას სახელობის ტაძარში ვიმყოფებით ღვთისმშობლის სახელობისა და სწორედ ეს დღესასწაული ამ ტაძარსაც ეკუთვნის. დღეს მიიყვანეს ღვთისმშობელი ტაძრად, რომელმაც ღმერთი შვა, უფალი, რომელიც ღვთისმშობელში განხორციელდა. და დღეს თქვენთან მოვიდა სწორედ ამ ტაძრად მიყვანების დღეს მამა ლუკა, თქვენი მოძღვარი, რომელიც დაემკვიდრება თქვენ თვითონ შეხედავთ, თქვენთან ერთად იცხოვრებთ, თქვენ ჭირს გაიზიარებს, თქვენ სიხარულს გაიზიარებს და ბევრ რამეში შეგეწევათ მერწმუნედ და დაგეხმარებათ. ყველა მხრიდან. გახარებულები, ღერძელები და წარმატებულები გამყოფოთ უფალმა. აი მამა მოდი ახლა და დავუცე და რამოდენიმე სიტყვა თქვენ შენ თვითონაც კი დავუცე, შენი მრევლი იქნება და შენი სამწყსო იქნება ეს. მე ჭირს მე თქვენს მერე რა სიტყვის თქვა და მართლა დალოცოს უშგულის მრევლი. მე არც სიტყვის ზედაც არ ვიყავი და უბრალოდ გულში რაც არის იმას ვიტყვი, რომ მართლა დიდი ხანია მიდოდა ამ ტაძარში და მართლა ეს სურვილი ამისურვა და როგორც დღევანდელი დღე არის ეს დღესასწაული ტაძრად მიყვანეს ღვთისმშობლის, მეც ღმერთმა მოვიყვანა ამ ტაძრად და ვეცდები ძალგონეს არ დავიშურებ, რომ ამ ხალხს ვემსახურო, უფალს ვემსახურო პირველ რიგში ამ ტაძარს, შემდგომში მონასტერს და ამ ხალხს და მართლაც თქვენ როგორც ბრძანეთ მეუფე, ჭირი დახილი ერთი გვექნება. ვიქნები ამათი ერთ-ერთი კეთილი მეზობელი, ერთ-ერთი კეთილი მოძღვარი და რასაც მეტყვიან, მე ვიქნებ მე ვემსახურები ამ ხალხს. არათუ როგორც თქვენ ბრძანეთ ხშირად მეუფე, არ მინდა რომ ეს ხალხი მემსახუროს, მე უნდა გემსახუროთ და დამავალეთ და ვალში ვიქნებით თქვენ და ყოველთვის. მერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ და მეუფეს როცა კუთხება შეგეწევს თქვენ და მეც. ერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ სიცოცხლე.